ავიბადე სოფელი ძველიანაგაში, სიღნაღის რაიონში. აქ შევედი საშუალო სკოლაში, მთელი ბავშვობა გავატარე ამ სოფელში. 1991 წელს, როდესაც საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და პირველი ნაბიჯები იდგმებოდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების შექმნისთვის. მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ მემსახურა შეიარაღებულ ძალებში, ეს განუცხადე ჩემს ოჯახს. როგორ ხარ, დედი? დიდი სიხარულით არ შეხვედრიან ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ არც წინააღმდეგობა გაუწევიათ, რადგანაც იცოდნენ, რომ მე ყოველთვის ჩემ თავში დარწმუნებული ვიყავი, თუ რას ვაკეთებდი. და კარგად მახსოვს, მაშინ ესეთი ლაზის ტიპის ავტობუსები იყო. ჩამსეს ამ ავტობუსში და ჩვენი რაიონიდან მარტო ვიყავი, მარტო ვიჯექი ამ ავტობუსში. ჩამიყვანეს თბილისში, ორთაჭალაში გამანაწილებელ პუნქტში. შეიარაღებულ ძალებში მისვლის დღიდან სულ სხვა კარი გაიღო ჩემთვის. დავინახე იქ ჩემი შესაძლებლობების განვითარების უამრავი გზა. ყავდა განათლებული ქართველი ოფიცრები, რომლებიც ყოველდღიურად გზრდიდნენ, როგორც თავიანთ შვილებს, გვასწავლიდნენ თუ როგორ უნდა გვემსახურა, როგორ უნდა მოგვეხადა ჩვენი ვალი, ჩვენი ქვეყნის წინაშე. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე მინდა ორი სიტყვით მოგიყვეთ, ამ სკოლიდან რა გზა გავიარე მე დღემდე. მე ავირჩიე სამხედრო ფორმა. სამხედრო ფორმის სტარება არის დიდი პატივი იყო შენი ქვეყნის მოსამსახური. ამ ფორმით მე ვემსახურები ჩემს ოჯახს, ჩემს სოფელს და ჩემს ქვეყანას. სამსახურის პერიოდში დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი, შემდეგ თურქეთში დავამთავრე ქვეითთა ოფიცრის სკოლა, ასევე მივიღე განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავამთავრე საზღვაო ქვეითების სამთავრო საშტაბო კოლეჯი და ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი. ნატოს ეგიდით მე ვსწავლობდი საბერძნეთში, გავიარე კურსები აგრეთვე გერმანიაში, შვედეთში, ვესწრებოდი ნატოს სხვადასხვა კურსებს, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როგორც ოფიცერზე, რომელსაც შეეძლო ურთიერთობა დაემყარებინა სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნების ოფიცრებთან, რათა ჩვენ გვესაუბრა ერთი ენით, ვეფიქრე ერთნაირად და გაგვეხორციელებინა ის გეგმები, რომელსაც ჩვენ გეგმავთ ერთობლივად. ჩვენ გვაქვს მჭიდრო და მყარი ურთიერთობა განსაკუთრებით ნატოსთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული შეიარაღებული ძალებისთვის. ქართველი ჯარისკაცები ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს სახეს საერთაშორისო დონეზე და იქ აფრიალებული ყოველი დროშა, იქ აწეული ყოველი მხედრული სალამი ქართველი სამხედროსთვის არის ჩვენი ღირსება და პატივი. სამშვიდობო მისიებში მე ვიყავი ჩართული ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში 2007-2008 წლებში. ვიყავი როგორც ბაღდადში, ასევე ვასტის პროვინციაში. მე მქონდა ბედნიერება, რომ მემუშავა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად დივიზიის შტაბში, სადაც ჩვენ ერთობლივად ვმუშაობდით იმ მიმდინარე ღონისძიებებზე, რომელსაც ახორციელებდა ქართული შეიარაღებული ძალები. შეიარაღებული კონფლიქტებიდან მე გამოყოფდი ალბათ აფხაზეთის კონფლიქტს, სადაც მივიღე მონაწილეობა როგორც რიგითმა ჯარისკაცმა. ეს ძალიან დიდ დაღად აზის ჩვენს ქვეყანას დღესაც. არა მოა ჩემი გულიდან და თვალებიდან ის ბიჭები, რომლებმაც ოქროსასვებით ჩაწერეს თავიანთი სახელი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, მათ თვალის დახამხამების გარეშე შეწირეს თავიანთი სიცოცხლე. აგვისტოს ომიდან რამოდენიმე დღით ადრე დავბრუნდი მე ერაყიდან და ვიყავი შვებულებაში, ვირიცხებოდი მეოთხე ქვეით ბრიგადაში. ეს კონფლიქტი ისე მოულოდნელად დაიწყო, შვებულებიდან გამოძახებაც ვერ მოასწრო შეიარაღებულმა ძალებმა, ჩემი ნებით დავბრუნდი ქვედანაყოფში. ანუ იმის თქმა მინდა ამით, რომ ქვედანაყოფი არ იყო ამ ომისთვის წინასწარ მომზადებული, მაგრამ იმ პროვოკაციებმა, რაც მოდიოდა ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდან, ოსი სეპარატისტებისა და რუსი სამშვიდობოების მხრიდან, აიძულა ჩვენი შეიარაღებული ძალები და ჩვენი თავარსარდლობა, რომ გაეცა ადეკვატური პასუხი
ჩვენ დეპარტამენტი როგორც თვითონ დასახელება ამბობს მუშაობს სტრატეგიულ გეგმებზე, რომელიც ითვალისწინებს შეერაღებული ძალების განვითარების პრიორიტეტებს, ასევე თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებთან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცო დამდეგი ახალი წელი საქართველოს შეერაღებული ძალებს და მთელ საქართველოს უსურვო წარმატება, გამთლიანება და ძლიერი და ერთიანი შეერაღებული ძალები ქვეყნის სადარაჯოზე. ჩემი მეუღლე არაოფიციალურად არის შეერაღებული ძალების წევრი, ყავს 2 შვილი. ოჯახს განსაკუთრებული როლი უკავია ოფიცრის კარიერულ ზრდაში და წარმატების მიღწევაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მორალურად, ფსიქოლოგიურად. გაწონასწორებული ადამიანი მაშინ აღწევს წარმატებას, როდესაც მყარი ოჯახი აქვს და მხარს უჭერს ოჯახი ამ წარმატებაში.